მოვედით ჯინოს პაველნეს სივრცეში. მადლობა. ახლა გამოვიცვლი და დაგათვალიერებინებთ. პირველი რასაც შეხვდებით, ეს არის მცენარეების საუნა. შიგნით ძალიან საინტერესო ევკალიპტის სურნელი არის. ეხლა ვძივარ ოქროს სავარძელში, ვიკითხე ოქროსგან არის თუ არა გაკეთებული თქო და სრულიად ოქროსგან არის ეს სავარძელი გაკეთებული. ოქროს სავარძელი არის კარგი სისხლის მიმოქცევისთვის და წნევას არეგულირებს. თუ გაქვს მაღალი წნევა, გიბალანსებს, თუ გაქვს დაბალი წნევა, ასევე გიბალანსებს. შემდეგი დანიშნულება მელის სორო. ვისაც სიმძიმე გაქვთ ხოლმე და დაღლილობა და სისხლძარღვების პრობლემა, ყველანაირ პრობლემას აგვარებს ეს ერთი ოთახი. მელის სორო კი არა, ჯადოსნური ოთახი უფრო არის რაღაცა განსაკუთრებული შეგრძნებებით გამოდიხარ შიგნიდან. ეხლა გადავედით მარილის ოთახზე. შიგნით არის მარილის ორთქლი. ახლა ვიმყოფებით მარილის ოთახში, რომელიც არის ფილტვების გასასაფრთხოებლად იდეალური და სასუნთქნელების გასახსნელად. რომაული საუნა, ამო დაგათვალიერებინოთ. არის იდეალური იმუნიტეტის სასამაღლებლად და კუნთის დაჭიმულობას ხსნის. ეს არის ჯინო ველნესის ერთ-ერთი საჩილაო ოთახი. ამ სივრცეს იქვია ტეპიდარიუმი. აქ არც ცხელა, არც ცივა, არც ორთქლია. აქ უბრალოდ უნდა დაისვენა. ეს კიდე არის ინფრასაუნა, რომელიც არის დამზადებული იაპონური ხისგან. ეს იაპონური ხე გამოყოფს ნივთიერება ფიტოციდს, რომელიც არის ძალიან კარგი დამგვირებული კანისთვის. ახლა ვიმყოფებით ფინური საუნის ტერიტორიაზე, აქ მთელი რიტუალები არის. პირველი არის ყინულის ბორცვი, უნდა შეიზილოს სხეულზე და სახეზე. ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი შევდივართ ფინურ საუნაში. ესე გამოვიყურება. მესამე ეტაპი არის ცივი აუზი და მეოთხე ეტაპი ყინულის ჯამი. ესე იგი შეჯამებას გავაკეთებ ოქროს ტახტიდან, აქამდე ოქროს ტახტში არასდროს არ მსარვარ. პირადად მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე აქაურობით და ჩემი დიდი რეკომენდაცია, ვისაც სურვილი გაქვთ და რელაქსდეთ, გელოდებით ყველას ჯინო ველნესში.